ჩვენ დედები და შვილები ერთად სათამაშოდ მოვიწვიეთ. წესები მარტივია. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ბარათი, რომელზეც სიტყვა წერია. გარდა ერთისა, რომელიც ცარიელია. იმ მოთამაშეებმა, რომლებმაც სიტყვა იციან, ასოციაციებით ისე უნდა ახსნან, რომ ვერ მიხვდეს ის ერთი მოთამაშე. ცარიელი ბარათის მფლობელმა კი უნდა დამალოს, რომ სიტყვა არ იცის. იქამდე სანამ შეძლებს. დავიწყებ მე. კომპასი. უფასო ფსიქოლოგი. მე დავიწყა. ეხლა სუპერ გმირი. ლამაზი. დაიწყე. რჩეველი. კეთილი. რას ფიქრობ? წარმოსახვა. წარმოსახვა? საიდუმლო. აი როცა რაღაც ისეთი ხდება, პირველივე ზარი უნდა განახორციელო. დამაბნიეთ გოგოებო. საყრდენი, თავშესაფარი, ჭურვი. თამაში რთულდება, როცა საქმე არაჩვეულებრივს ეხება. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. უდიდესი სითბო. ინსპირაცია. შთაგონება. ფარველი. ლამაზი. ხანბრაზიანი. ერთგული. კეთილი, თბილი. მარტი. მარტი. მარტი? მე ვიტყვი სიცოცხლის დასაწყისი. ყველაზე ტკბილი. იმედი. ყველაზე გვერდში მდგომი. ჩემი საუკეთესო მეგობარი. რაც ცუდი ხდება ხოლმე ეგრევე აგვარებს. აუ, ემოცია ყველაზე დიდი. ცხოვრების პირველივე დღიდან. უპირობო სიყვარული. გვეთამაშება ხოლმე. კომპიუტერს მართმევს. კაი. Sound healing-ი. სამსახურშია. პერსონაჟს. პერსონაჟს. დედა. ბედნიერება. შეხარ. კი, დედა, სავარაუდოდ. იფწერი ხო? შობელი დედა. თავიდან ვერ მივხვდი. მარტი რატომ? შენ რო გაგაჩინე მარტში. არა, დედის ხარ მარტში. ო, кайფული ამიჩუხდება. თასლის ვიკავთ, ხოიც მეთქე არ იყირეთ. არ დაიწყო ეხლა. აი მიჭირავს თან. მე გამხარ. გავყავდი სიყვარულისგან. იგვიანებსო გიორგიმ რო თქვა, მაგით იორგი, შენი ბრალი. ჩემზე იყო საუბარი. მე მომეწონა ჩემი თავი. ბედნიერება, დედა არის ბედნიერება. კი. მე დედა გამახსენდა. ჩემ თავზე კი იმდენად ვერ მივიღე, რამდენადაც მართლა ვიგრძენი, რომ აი ეს ყველაფერი ის არის, რაც მე დედა მომცა. უბედნიერესი დედა ვარ. ალექსანდრე.